გაეროს გენერალურმა ასამბლეამ პირველად 1991 წელს მოუწოდა წევრ ქვეყნებს, რომ ქვეყნის ოფიციალურ დელეგაციებში ახალგაზრდა დელეგატები შეეყვანათ. და მოწოდება საქართველოს 2013 წლიდან შეუერთდა. ასე რომ საქართველოს უკვე ჰყავს თავისი ახალგაზრდა წარმომადგენელი გაეროში და ის დღეს ჩვენი სტუმარია და მისი სახელი და გვარია ლაშა შაყულაშვილი. ლაშა, დიდი მადლობა მოგზაურისთვის და დილონ შედოვის. მე როგორც ვიცი, საკმაოდ რთული კონკურსის გავლა მოგიწია იმისთვის, რომ სწორედ შენ წარმოგედგენა გაეროში საქართველოს ახალგაზრდობა. მოდი მოგვიყევი ამ კონკურსის შესახებ. მათთვის ვისაც აინტერესებთ, რომ გახდნენ შემდეგი ახალგაზრდობის წარმომადგენლები, ახალგაზრდობის დელეგატები, კონკურსი ცხადდება ყოველ წელს ივლისში. შედგება 3 ეტაპისაგან. პირველი ეტაპი ეს არის თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შესაბამის თემაზე. შემდეგ არის გასაუბრება საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. ხოლო მესამე ტური არის საჯარო გამოსვლა. 10 საუკეთესო აპლიკანტი შეუძლია რომ 5 დამსწრე წარმოიყვანოს და 5 წუთის რეგლამენტში უნდა ჩაეტიო და ინგლისურ ენაზე უნდა გააკეთო მოხსენება, უნდა წარმოედგინო რომ გაეროში ხარ და გამოდიხარ სიტყვით და შემდეგ ამ 3 ეტაპის ქულების დაჯამების საფუძველზე ხდება დელეგატის გამოვლენა, რომელსაც ეს მანდატი გადაეცემა 1 წლით. ალბათ საკმაოდ მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ორატორული ნიჭიც, ხო, როგორი გაქვს? ნამდვილად მნიშვნელოვანია, რამდენად შეგიძლია რომ თვითონ აუდიტორიაში დიახ, რამდენად შეგიძლია რომ ეს რაღაცა კავშირი დაამყარო შენსა და აუდიტორიას შორის და დაინტერესო ისინი რომ შენ მოგისმინონ და არა ის რომ იკახვიდე შენ და თავი არ აწიო საერთოდ შენი სიტყვიდან და საერთოდ არავის არ შეხედო თვალებში და არ აგზნობინო ის რომ შენ ნამდვილად ან მთელი შენი მოწოდების სიმაღლეზე გახარ შენი ქვეყნის სახელით იმ წუთას. ამ ქვეყნის სახელზე გავაგრძელოთ ეს თემა. ძალიან პატარა საქართველოს წარმომადგენელი ხარ, რომელიც რაღაცნაირად მაინც ალბათ კონკურენციის დროსაც კი მოქმედებს, სადღაც დიდი ქვეყნის წარმომადგენლები და უფრო პოპულარული, თუმცა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ 2008 წლის შემდეგ ძალიან პოპულარული გახდა საქართველოს და ბევრმა რომელსაც ან ჯორჯიის შტატი ეგონა, ან რუსეთის ნაწილი ომის შემდეგ გაიგო, რომ საქართველოს თურმე დამოუკიდებელი საქართველოს ყოფილა, მაგრამ რაც შეეხება ცნობადობას, შენ ცნობადობას, როგორ მოხდა, რამდენად, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ რაღაც შემოთავაზებებიც გაქვს უკვე. როგორ მოხდა შენი ცნობადობის განსაზღვრა? თვითონ ჩემი გამოცდილებით ახალგაზრდობის დელეგატებზე არის მაქსიმალურად დამოკიდებული, რამდენად სერიოზულად აღიქვამენ მათ და შემდეგ მათ ქვეყანას. ბევრი დელეგატი ჩამოდიოდა და სარგებლობდა იმით, რომ იყვნენ დიდი ქვეყნებიდან და მათ ქვეყნებზე ისედაც ყველას ქონა ინფორმაცია, ხოლო აი ისეთი ქვეყნები როგორც მაგალითად საქართველოს არის, ბულგარეთი, რუმინეთი, ჩვენ გვიწევდა რომ რაღაც გაგვიათმაგებინა ჩვენი აქტივობა იქ და მაქსიმალურად ყველგან სადაც კი შესაძლებელი იყოს საქართველოს გვეხსენებინა, ის იქნებოდა რეზოლუცია, რაიმე ბროშურა, მახსოვს თვითონ ახალგაზრდობის დელეგატის წარმომადგენლის არის სპეციალური სახელმძღვანელო იმ ქვეყნებისაც, რომელთაც სურთ რომ აღნიშნული დელეგატი მათაც ყავდეთ, ანუ ეს ოფიციალური დოკუმენტი არის. და როდესაც ჩავედი, ანუ აქ იყო ისეთი ქვეყნები ამ ბროშურაში, როგორც არის ავსტრალია, გერმანია, ბელგია, ჰოლანდია და კარგად მახსოვს 3 დღე არ მოვშორებულ ვარ თვითონ ეს ახალგაზრდობის დეპარტამენტი რაც არის გაეროში. ვცდილობდი რომ დავემტკიცებინა, რომ ჩვენ ქვეყანაში ძალიან კარგად ხორციელდება ეს პროგრამა, იქნება განიხილოთ, რომ ჩვენს შეგვიტანოთ ამ თვითონ ამ ბროშურაში, რომელსაც უკვე 2015 წლის თებერვალში დაარიგებს გაერო და ნუ ჩემმა ამ ცდამ გამოიღო კარგი შედეგი და ამ ბროშურაში ანუ წარმატებულ გამოცდილებების ჩამონათვალში თუ როგორ შეიძლება რომ ქვეყანას ყავდეს ახალგაზრდობის წარმომადგენელი, საქართველოს იქნება და ამ სახელმძღვანელოს 2015 წლის თებერვალში უკვე გაერო თავის წევრ სახელმწიფოებს გადასცემს. აი როგორც ჩანს, მაინც თვითონ ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, სპეციფიურია დელეგატის სამუშაო და მისიაც. ხო, კონკრეტულად შენი მისია რა არის და რამდენამდე გასტანს? ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ შენ საქმიანობაში იქნება ეს სიტყვით გამოსვლა თუ რაიმე აქტივობის დაგეგმა მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული შენი ქვეყნის ახალგაზრდობის ინტერესები. საქართველოში ძალიან კარგი პრაქტიკა აქვს ახალგაზრდობის დელეგატებს, მე მესამე დელეგატი გახლავართ. სანამ გაეროში მივემგზავრებით, ვატარებთ ეროვნულ საკონსულტაციო ტურს, ჩავდივართ მაღალმთიან
სოფლებში, საზღვრისპირა რეგიონის ახალგაზრდებსაც ხვდებით, თვითონ დიდ ქალაქებში და ყველას უსვამთ კითხვას იმაზე, თუ რა სურთ, რომ ჩვენ ვახსენოთ საქართველოს ახალგაზრდობასთან დაკავშირებით გაეროში. გაქვთ ასე ვთქვათ მესიჯები აქედან. დიახ და აი ეს არის ძირითადად რასაც ვაკეთებ და ივლისის ბოლომდე ეს იქნება ჩემი ძირითადი საქმიანობა სხვა დამატებით აქტივობებთან ერთად. საქართველოს როლი მსოფლიო პოლიტიკაში, როგორ გესახება შენ ასე ვთქვათ, როგორ დასახავ ქვეყნის მომავალს? თვითონ გამოსვლისას ტექსტი უნდა იყოს მაქსიმალურად ესეთი ძალიან ზუსტი უნდა იყოს, ემოციური რაღაც ელემენტების გარეშე, მაგრამ მე ვთხოვე რომ მეთქი თუ შეიძლება რომ ბოლო აბზაცს მე ცოტა არაოფიციალურად გამოიყენებ მეთქი და იქ ვუთხარი რომ აი მოგმართავთ მეთქი ყველას. მიუხედავად იმისა მეთქი რომ ჩვენ მეთქი საქართველო ვართ სოფლიოს რუკის მხოლოდ პატარა ნაწილი ჩემი ქვეყნის ახალგაზრდობას ნამდვილად ვწამს მეთქი რომ ჩვენ შეგვიძლიათ რომ ვიყოთ სოფლიოს აქტიური მოქალაქეები და მართლაც ანუ ჩვენი წვლილი შევიტანოთ სოფლიოში მიმდინარე ძალიან ბევრ საკითხზე და თვითონ ეს ძალიან მოეწონა ჩემს სხვა ქვეყნის დელეგატებსაც ჩვენ როგორ გამოგჩაო ესეთი რაღაცა ჩვენ შეგვიძლია რომ გვეთქვა და ზუსტად ესე მესახება მე ის ფაქტი რომ საქართველო არ არის რაღაცა დიდი ქვეყანა ნამდვილად არ არის იმის მიზეზი რომ ჩვენ შეიძლება არ გქონდეს იმის ამბიცია რომ ბევრი რამე შეგვიძლია გავაკეთოთ სოფლიოში და რაღაცა ჩვენი კვალი დავტოვოთ აი ამ დიდ პლანეტაზე. ივლისამდე ლაშა იქნება ჩვენი დელეგატი ახალგაზრდების დელეგატი გაეროში იქამდე შორია და უახლოესი გეგმების შესახებ რა მოგვიყვება? გაეროს მიწვევით ამ მხარდაჭერით 2015 წლის თებერვალში მივემგზავრები ახალგაზრდულ ფორუმზე, რომელიც იმართება ნიუ-იორკში გაეროს სათავეში. წელს აღნიშნული ორგანიზაცია ხდება 70 წლის, ამიტომ ბევრი აქტივობა აქვს დაგეგმილი. ამ ვიზიტის დროს ერთი საინტერესო ინიციატივის შესახებ უნდა დავაზუსტო რაღაც დეტალები. მსოფლიოში მოქმედებს ძალიან ბევრი გაეროს ახალგაზრდული კავშირი. და მე მივიღე ნებართვა, რომ ასეთი კავშირი გავაკეთოთ საქართველოშიც, რომ აი ამ დელეგატის საქმიანობას უფრო ისეთი მდგრადი ხასიათი მიეცეს და რაღაც უფრო მეტად ვიყოთ ჩართულები თვითონ გაეროს საქმიანობაში ჩვენ ქართველი ახალგაზრდები. წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა. ამჯერად